მოვიდაც კაცი. თანო არ გეშინია თუ ისე იკითხა რომ უკვე მეშინია. ბავშვობიდან არ ყოფილვარ. და მე მგონი არც არავინ დადის. ამ ხელა ბოქლო მიადებს. მოგეთ აქტამის შესასვლელი არის დაკეტილი და ბოქლო მიადებს. გასაღები ვერ ვნახე. ვცდილობთ შევიდეთ. გასაღები არის ვიღაცას აქვს, მაგრამ ადგილობრივი ეხმარება ვერ მიაგნო. ესეთი მაგარი ობიექტები არის, ესეთი მიგრებული, მაგრამ აი ხა ნახეთ, აი ღობე არის გახსნილი გვერდზე და იქნებ შევავთ. აღგდამა მისი ოცნება იყო. ზუსტად საჩემო ზომაზეა. ეს მოუწვას რა. აი და ხო. ვაიმე რა მაგარია. გავგიჟდები ახლა. ვაიმე მკვდარი ყუაგდია. აუ რა მაგარია ღმერთო. ვაიმე არ მჯერა. მე ასეთი ბედნიერი დიდი ხანი არ ყოფილვარ მარტო. ადამიანებს ასე უყვარდა საკუთრები, მე ძალიან ცოტა ვიცნო ფასადანი. თუ ჩაგაფრინდა. არა უშავს. მოგეთ ციკლის აკლდამა რითია უნიკალური. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მე-4-მე-5 საუკუნის დაახლოებით, მე-4-მე-5 საუკუნის მიჯნაზე. დასავლეთით თავი დასავლეთის მხარეს არის. ანუ ქრისტიანული წესით არიან დაკრძალულები, ვინც იყვნენ დაკრძალულები. სავარაუდოდ საეკლესიო მოღვაწეები, იმიტომ რომ არქეოლოგები ვინც მუშაობდნენ ამ ძეგლზე, სწორედ მათი დასკვნის მიხედვით, სწორედ აი უკავშირდება ბუდლებს ან ბერებს. ხოლო რაც შეეხება თვითონ აკლდამის ამ სტილს, ორმოში არის ამოშენებული, ან გამოთვლილი კი არ არის. ამოშენებულია და ასე ვთქვათ, ჩადგმულია მიწაში. და საინტერესო არის ის, რომ ხომ არის ქრისტიანული აკლდამა, მაგრამ აი მსგავსი აკლდამური წესი დაკრძალვა შემოსულია ჩვენთან ირანიდან, ანუ გასაგებია მირიან მეფე და მისი შთაომავლები, რა თქმა უნდა, გადმოიტანდნენ იმ წესს, რაც არსებობდა ირანში. მაგრამ საინტერესო მიქსი გვაქვს ქართულ აღმოსავლური. პლუს ამას ძალიან საინტერესო შემოსასვლელიც არის. 13 კიბით ჩამოდიხარ ქვემოთ და 12 კვადრატული მეტრია მთლიანობაში ეს ტერიტორია. და აქ იყო სხვათა შორის აღმოჩენილი 8 მამაკაცი გახვეული რაღაც ნაჭერში მაშინ. ხო, ანუ ბოლოს ვინც დაკრძალეს, სავარაუდოდ იცვლებოდა ალბათ, ხო? თუ მუდმივი იყო, აი ეგ არ ვიცი სამწუხაროდ, ვიცაც შეგიძლია, ვინცაც გაქვთ ინფორმაცია, თუ დაწერთ კომენტარებში, ძალიან გავიხარებოდი. როგორც ჩანს თავის დროზე მაინც დალუქეს ეს ადგილი, ცოტა მოუარეს და გადახურვა გაუკეთეს, რომ არ დაზიანებულიყო, თუმცა უკვე ჩამონგრეული არის და აქედანვე შეგიძლიათ დაინახოთ უკვე უშუალოდ აკლდამის ნაწილები. 1979 წელს, როდესაც აქ მოხდა გათხრები, სამწუხაროდ სამარხები გაიძარცვა კიდევაც და ძალიან ბევრი ნივთი დაიკარგა.
ასევე აკლდამის გვერდით აღმოაჩინეს გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხი და ქვაყუთი, რომლის შიგნით თიხის სარეცელზეც ქრისტიანული წესი დაკრძალული ერთი ადამიანიც იპოვეს. აი ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლით და თითქმის უცნობი ძეგლით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. თბილისთან ახლოს არის ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი, სადაც ფაქტობრივად არავინ არ დადის, ძალიან ცოტა. აი წილკანში ვართ ახლა, წილკნის ეკლესია კი ბატონო გაგებულია, შემდგომ ნამყოფიც არის ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის და დღევანდელ გადაცემაში ვეცდებით განახოთ რა შეგიძლიათ ნახოთ თბილისიდან დაახლოებით 9 საათი, 1 საათი შუალედში და ძალიან მარტივი მისასვლელი, მაგრამ ამ ადგილს რაც შეეხება ამას მოვყვებით, უბრალოდ გულდასაწყვეტია რომ რაღაცა ღობე გადანგრეული ბოქლონის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. ვიღაცას გასაღები რომელიც ვერ ვიპოვებთ ვის აქვს და ასე შემდეგ. და ესეთი არქეოლოგიური ძეგლები არის მისახედი და გააკეთრო გვაქვს აი ეს საბადოები, მარტო ოქრო და ვერცხლი და ნავთობი კი არ არის. საბადო არის აი ეს. მოდით წილკნის საკათედრო ტაძარში, რომელიც ქართლში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტაძრად. აქ ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში აუშენებიათ ტაძარი, ამის არქეოლოგიური დადასტურება არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ ლეონტი ბროველის ცნობა, მაგრამ როგორც ჩანს, ბაზილიკა უკვე არსებობდა მე-6 საუკუნეში, შემდეგ უკვე შუა საუკუნეებში გაერთიანდა ეს ორი ტაძარი და შემდეგ აშენდა ეს საკათედრო ტაძარი. მისი მნიშვნელობა იყო ძალიან დიდი, რადგან წილკნელი ეპისკოპოსი აკონტროლებდა მთელ არაგვის ხეობას, ქსნის ხეობას და ყაზბეგსაც კი, ანუ ხევის ჩათვლით. და ძირითადად მისი განვითარება უკავშირდება იესე წილკნელს, რომელიც იყო ერთ-ერთი 13 ასული მამათაგანი, რომელიც ზედაზნიდან გადმოვიდა აქ და დაუარსებია მონასტერი. და შემდგომში ამანაც მიენიჭა ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა. არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, მაგრამ დღეს, როდესაც ვიღებთ გადაცემას 21 სექტემბერს არის აღნიშნება ღვთისმშობლის შობის დიდი დღესასწაული და ხედავთ რამდენი ხალხია, ტაძარი სავსეა, იმართება უამრავი აქტივობა, რომ თქვა ჭიდაობა, მზადდება ქართული ტრადიციული საჭმელი და შემდეგ რამდენიმე საათში ყველა მასპინძლობს თავის ოჯახში და აღნიშნავენ აი ამ დიდ დღესასწაულს. ხოლო წილკანი არის სულ რაღაც 9 საათის სავალზე თბილისიდან და დარწმუნებული ძალიან ბევრი მათგანი თქვენგანი არ ხართ აქ ნამყოფი. ტაძარი საინტერესოა, გვაქვს მცირე მოხატულობის დარჩენილი გუმბათზე დაახლოებით მე-18 საუკუნეში უნდა იყოს მოხატული, დანარჩენი მოხატულობა სამწუხაროდ წაშლილია. ქართული ჭიდაობა ჭიდაობის ქართული ეროვნული სახეობაა. ის უძველეს ხანას უნდა უკავშირდებოდეს და უპირველეს ყოვლისა საბრძოლო დანიშნულების იყო. ჭიდაობა მე-9 საუკუნიდან არის ნახსენები სხვადასხვა ნაამბობსა და ჩანაწერში, როგორც რიტუალი. მე-19 საუკუნეში ქართული ჭიდაობის ცენტრად თბილისი იქცა, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა კუთხის ნაცადი ფალავნები. დღეს დღესასწაულებსა და დღეობებზე განსაკუთრებით ემოციურია ბავშვების გულშემატკივრობა, რომლებიც ამ ტრადიციულ სპორტს მისდევენ.
მივედით მომდევნო ძალიან საინტერესო ადგილას, ეს არის ძალისის არქეოლოგიური კომპლექსი. ძალისი იყო ქალაქი, რომლის ანალოგი არ ვიცი, აი. მხოლოდ რომია ალბათ. ცოტა ამბიციურ რომ გამოვივიდეს, რა თქმა უნდა, ანტიკურ პერიოდში ძალიან ბევრი ქალაქი არსებობდა. მსგავსი სიდიდის, უბრალოდ მასშტაბს გეტყვით. წეგანაც გავარკვიეთ. 12 კილომეტრი იყო რომის სიგრძე, 8 კილომეტრი იყო თითქმის ქალაქ ძალისის, ამიტომ რამხელა ქალაქი იყო. ზუსტად არ ვიცი რამდენი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ამ ქალაქში იყო ყველაფერი, ის იყო აი ალბათ ზენიტი ანტიკური საქართველოს. ისეთი ინფრასტრუქტურა აქვს, რომ ნამდვილად არ ჩამოვარდებოდა რომს, მე მაინც რომს ვედრები. ქალაქი დაარსდა დაახლოებით ჩვენსაც აღარ ვიცხოვდა მეორე საუკუნეში და მეოთხე საუკუნემდე მას საკმაოდ ძლიერი ქალაქი იყო, შემდეგ დაინგრა. მაშინ, როდესაც რომს დაუმეგობრდა, როდესაც მისი პარტნიორი გახდა, მაშინ იყო მისი აღმავლობის ხანა. პირველი მესამე საუკუნეები ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ის რაც აქ არის აღმოჩენილი ბევრად უფრო კარგი მაგარია, აბშეგვია ესეთი სიტყვები შეგვიძლია ვიდრე დედაქალაქ მცხეთაში. უბრალოდ შემდეგ თვით ქალაქი კარგავს და ფუნქციას, შემდეგ ის დაჩის პერიოდში სავარაუდოდ ხალხთან გოგაცის შვილის შემდეგ ის აღდგა, მაგრამ კიდევ 2 საუკუნე ასე ვთქვი იარსება როგორც ჩვეულებრივ დასახლებულმა პუნქტმა, მაგრამ მართლა გვაქვს საგანძური და არ ვცემთ სათანადოდ პატივს. ეს ვთქვი იქ, მაგრამ მაინც კიდე გავიმეორებ. წავიდეთ დავათვალიეროთ ახლა, იმიტომ რომ საოცარი ადგილებია წინ. აუზი მაინტერესებს. აუზი. ესე იგი აუზი, ხო, აუზი. ხო ვიბანაოთ. აუზი. სივა, რა ვიბანაოთ. მოზაიკა, წყალგაყვანილობა, რა ვიცი, ყველაფერი, რა თანამედროვე ბევრ ქართულ ქალაქს არ აქვს, აქ იყო 1800 წლის წინათ, შეიძლება 2000 წლის მეტი წლის წინათ, აი ამ ქალაქში. ყველა უნდა მოვიდეს და ნახოს ეს ძალიან მაგარი ქალაქი. პირველივე რაც ხდება ტერიტორიაზე, როგორც კი შემოვდივართ აქ, ეს არის იატაკქვეშა გათბობა. ეს იყო რომაული სტილის და მიანიშნებდა იმაზე, რომ აქ საკმაოდ მაღალი დონის ცხოვრება მიმდინარეობდა. ასევე იყო აღმოჩენილი კედლების გათბობა. ეს იყო სპეციალური შვერილები, რომლებიც აღმოაჩინეს, ის ივსებოდა თბილი ჰაერით და ამგვარად თბებოდა მთლიანად შენობა. ძალისის ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტი, რაც გვაქვს აქ, ეს არის მისი მოზაიკა, რაც უნიკალური გახლავთ საქართველოში, რადგან ამ დროის მოზაიკები და ზოგადად მოზაიკები ძალიან ცოტა გვაქვს. ხოლო ძალისის გარდა გვხვდება შუხუთში, ბიჭვინთაში, აი მე-4-მე-6 საუკუნის მოზაიკები, ნაწილი ანტიკური ხასიათის არის, ნაწილი უკვე ქრისტიანული პერიოდის. რასაც აქ ჩვენ ხედავთ, მათ შორის ჩანს ბერძნული წარწერაც, მოზაიკით შესრულებული, დიონისეს უკავშირდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ეს ლოგიკურიც გახლავთ და ამ აღმოჩენამ ფაქტიურად ძალისი აქცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინტერესო ქალაქად მთელს ანტიკურ ქართლში, იბერიაში, რადგან მსგავსი კარგად ნაგები და მსგავსი მაღალი დონის შესრულებული თუნდაც არქიტექტურა, თუნდაც მშენებლობა და მით უმეტეს მოზაიკა აღმოსავლეთ საქართველოში ნამდვილად არ გვხვდება, რაც ამ ადგილს ხდის ძალიან უნიკალურს. ასევე ჩანს, რომ როცა ძალისა კარგავს თავის ფუნქციას როგორც ქალაქი, სადღაც მე-4-მე-5 საუკუნეში, შემდეგ მოგვიანებით ის აღდგება და აქ ხედავთ ქვევრების კვალს და სავარაუდოდ ეს ადგილი დაფარული იყო უკვე მიწით და შემდეგ უკვე ამ ადგილზე ააშენეს მარანი. არის რომაული ტიპის აბანოები, რომელიც შედგებოდა 3 ოთახისგან.
ცხელი, თბილი და ცივი ოთახები. ამის გათბა ხდებოდა იატაკის ქვემოდან, წარმოიქ სავარაუდოდ იქ ცეცხლს ანთებენ, შემოდის ცხელი ჰაერი და ცხელდება იატაკი. ცეცხლთან რომელიც იყო ის არის ცხელი ოთახი, შედარებით თბილია მეორე ოთახი და მესამე არის ცივი ოთახი. ცივ ოთახს ქვემოდან ესეთი გათობის სისტემა არ ქონა, არ უნდა. ცივ ოთახში მოწყობილი აქვს პატარა აუზი, სადაც აქედან გასულები ჭდებენ ბანაობდნენ. ცივ ოთახში მოზაიკა იატაკზე გაკეთებული, თბილ ოთახშიც მოზაიკა იყო, უბრალოდ თბილი ოთახი, როცა აღმოაჩინეს ეს ჩატეხილი იყო, ჩანგრეული იყო ეს მოზაიკები და ამოიღეს პატარა ნატეხები, სადაც ბერძნული წარწერები გაფიქსირდება, უბრალოდ სიტყვა ვერ აეწყო ვერაფერი, იმიტომ რომ ზოგან 100 იყო შემორჩენი, ზოგან ესეთი 200. მაგრამ როგორც ამბობენ, იქიდან ამოღებული ნატეხებით ავაწყეთო აი ეს ფასკუნჯის, ფარშიმაგის მაგვე რაღაც ფრინველი. მაგრამ სადა რომელ მუზეუმში შემეც მინდა ვნახო, მაგრამ არ მინახია სამწუხაროდ. ხო, ამის გათობა კიდევ ხდებოდა კედლებიდან. როდესაც ცეცხლს ავანთებთ, ეხლა ბოლი ხო გავიდეს საიდანაც, ხო ეს რომ არ დაიბოლოს იქ, რომ უბრალოდ კედლებში არის ჩადებული მილები, საიდანაც ბოლი გადის. პლუს ამას აქვს კიდევ, უყურეთ კედლის გათბობა, ნახეთ ეს ფეხი, მეორე ფეხი იქით მოტეხი, აქვს ორი დაბლა აქვს. ეს წარმოვიდგინოთ, ну როგორც კაფელის ვარიანტი, ესე კედელია, ეს ჯდება, აი ეს ჩადის კედელში, დუღაბში ვარ ჩავარდეს დამჭერია და აქ პატარა სიცარელეს უტოვებენ. საიდანაც თბილი ჰაერი ადის და პლუს კედელსაც ათბობდნენ და იატაკს. ეს იყო მთელი ამის სისტემა. ამას ხო წმენდავდნენ მე როგორც ჩანს წყლით, უყურეთ მილია დატანებული, საიდანაც გამოდის წყალი, ქუჩდება აქ. იქ პატარა აუზი, იქ ცივ ოთახს დაცხელდა აუზს, იმას აუზსაც აქვს გამოსაშვები, როცა იბანავებდნენ, იმ დაცილი წყალი ქუჩდება და აქედან მე გადის და იქ ცენტრალური სისტემა, ქალაქში იყო ცენტრალური სისტემა გაკეთებული, კანალიზაციის და უერთდება იმას და ჩაედინებოდა ქალაქიდან მოშორეს რაღაც კილომეტრი ნახევარზე მიყავდათ ეს გამდინარე წყალი. მდინარე ახლოსაა, მაგრამ მდინარე ახლოს არ უშვებს როგორც ჩანს ქალაქში. და შორს სისუფთავეს იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ნარეკვავის ნაპირებზე, ქალაქი მაინც მარაგდებოდა ბაზალეთის მთის წყაროებიდან. ასევე გათხრების დროს აქ აღმოაჩინეს რამდენიმე დიდი კოლექტორი, საიდანაც ხდებოდა ამ წყლის განაწილება მთლიან ქალაქში. აღსანიშნავი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ მხოლოდ თიხის მილები არ იყო გამოყენებული. აქ იყო ტყვიისგან დამზადებული მილები, რაც ძალიან იშვიათია და მიანიშნებდა იმას, რომ აქ დუღდა ცხოვრება და მათ ჰქონდათ საშუალება, რომ გაეკეთებინათ ტყვის მილები და არა თიხის. საკმაოდ ძვირი ჯდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. ალბათ დღესდღეობით ბევრ ქალაქს შეშურდებოდა იმ მდგომარეობის, რაც მაშინ აქ იყო, რამდენი საუკუნის წინ. ძალისის ნაქალაქ არის ყველაზე ჩემთვის შთამბეჭდავი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არის აი ეს აუზი. ლამის ოლიმპიური, წარმოიდგინეთ, ოლიმპიური სტანდარტების აუზია. სიგრძე არის 33 მეტრი, აფსიდებიანა დაახლოებით 40 მეტრამდე გამოდის. სიგანე 11-12 მეტრი და ეს საქართველოში არის ყველაზე დიდი რომაული პერიოდის აუზებშიც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული. და აქვე მას ებმის დიდი აბანო, ასევე რომაული სტილის აბანო, რაც ნებისმიერი არქეოლოგის ისტორიკოსის მანიშნებელია იმისა, რომ აქ მართლა დუღდა ცხოვრება და ეს იყო ერთ-ერთი შეიძლება ყველაზე განვითარებული ქალაქი საქართველოში ანტიკური ხანის პერიოდში. აუზი არის 426 კვადრატული მეტრი, ძალიან დიდია, ბევრი აუზი საქართველოში. ამას დიდი აუზი გვაქვს ალბათ 1/5 თანამედროვე დროს. და აქედან ჩრდილოეთის მხრიდან ჩადის 9 საფეხურიანი კიბე და კუთხეებში აქვს ასევე თამოსაჯდომი დასასვენებლად ღრმა იყო, შესაბამისად ნიშნავს, რომ ცურვა უნდა გწოდნოდა, რომ ამ აუზში ჩამოსულიყავი. მართლა გასაოცარია. იმედია დაფასდება ეს ადგილი და იმედია ჩვენც დავაფასებთ ამ ადგილს ისე როგორც ამ ადგილს აკადრება. ესე იგი წინ მიდის ალექსანდრე მიყავს მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელს და უნდა გვაჩვენოს ძალისის აკლდამები, რაც ძალიან საინტერესო არის და ამავდროულად უიშვიათესი. მოვედით.
ჩემი აკლდამა. ნახეთ. ეს იქ რომ მოაჩეს მე სხვა მოთხარეს რომ ჩასული იყვნენ ნახეთ. მოგეთ ხელმარცხნივ ესე ფანჯერებს გაკეთებული რაღაცებს შიგ სავარაუდოდ რა იყო არ ვიცით. ეს არქეოლოგებმა მოთხარეს. მოგეთ ხლა ის ხო იყო ესეთი იმ ქვეყანაში ვაცილებდნენ, შეიძლება რაღაც ნივთები იყო იქ, რა იყო არ ვიცით. იქ, მაგრამ იქ დაბლა სამიცვალებული იყო, როგორც ხანს ოჯახი იყო, ქალი, კაცი და შუაში ბავშვი ესვენა, სადაც 12 წლის მიახლოებით ესე თქვეს. და ქალი სადაც ესვენა, თმის საკეთები თუ რაღაც ერთი ორი ცალი, როგორც მახსოვს ისაი, მომიეს იქ ისეთი სხვა ჯგუფი არაფერი. ხო და ეს რა აღმოაჩინეს, მე ხო ნახეს ამ ჩვენ უბნის ბიჭებმა, მით დადიდა ხო იმის საფლავის 69-ზე. მე თქვენ ესეთი რაღაცები ბევრი გვინახე, ესეთი ქვებით გაკეთებული ძისო და სად ნახეთო და აი აქ ერთი 4-5 ცალი იციან, რომ ზუსტად იყო ესეთი აკლდამები. ახლა როგორ იმდიალოა და ეს როდესაც აღმოაჩინეს აქ სასაფლაოზე, ჩვენი უბნის სასაფლაოა ეს, გორის უბანი ქვია მას. მიცვალებულის დაკრძალვა აკრძალეს აქ. იმიტომ რომ ეს თვითონ გადათხრა უნდათ რაღაც პერიოდის მერე ამ მიცვალებულებსაც გადავასვენეთო სხვა ადგილასო. მაგრამ ეს როგორც 90-იანის მერე საბჭოთა დაიშალა. მე ხო რაც ხდებოდა ისევ და ისევ დაიწყეს მერე დასაფლავება აქ. მაგრამ დღეს არის ხვალ არის ეს მაინც უნდა გაიხსნას თლიანად. აბა წავედით. აი. ცოტა დავიხაროთ. უი, მე რამხელა? აი მე რა მაგარია. საინტერესოა. როგორი მაღალია შეხედა. ძალისიდან გავაგრძელებთ გზა და დაახლოებით 15 წუთის სავალზე არის სოფელი მჭადიჯვარი, რომელიც საკმაოდ ცნობილი სოფელია შუა საუკუნეების და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აგურით ნაშენი ეკლესია გვხვდება აქ. მე-17 საუკუნეში 1668 წელს დომენტი კათალიკოს აუგია, ეს არის მახტანგ მეხუთის პერიოდი, ქართლის მეფის მახტანგ მეხუთის პერიოდი და ამ დროს მე-18 საუკუნეში საქართველოში ძალიან ცოტა რამ შენდება და ერთ-ერთი გამონაკლისია მჭადიჯვრის ეკლესია და ძალიან მასიურია და სრულად აგურით არის აშენები, რაც ამ ეკლესიას ხდის ძალიან საინტერესოს და უნიკალურს. და საიდან ვიგებთ ამ ინფორმაციას, რადგან აი თქვენ ხედავთ წარწერას და სწორედ ამ წარწერაში იკითხება ზუსტად ის, რაც აი ახლა მე ვთქვი. შევიდეთ ეკლესიაში, ეკლესიას აქვს გარშემო გალავანი, რომელიც უკვე დაახლოებით 60-70 წლის შემდეგ დაუმატებიათ, რადგან ძალიან გახშირდა ლეკთა შემოსევები და ეს ადგილი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამხედრო კუთხით. დანარჩენ შემდეგ შიგნით მოვყვებით. ტაძარი არ მოუხატავთ, რადგან ეს მოითხოვდა კიდევ უფრო მეტ ფინანსებს, იმ დროს ეს საკმაოდ დიდი ფუფუნება იყო, რასაც ახლა ვხედავთ. აი, ჩანს კიდეც რა მასიურად ნაშენია, როგორ კარგად და ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არაფერი არ არის შეცვლილი, იშვიათია საქართველოს ეკლესია, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე ფაქტიურად პირვანდელი სახით რესტავრაციის გარეშე. ძალიან მაგარია. და ჩემს უკან არის სასახლე, ერისთავების სასახლე, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია, შემდეგ ეს სასახლე გადაკეთებული იყო სკოლად. დღეს აქ არის მონასტერი და მიუხედავად იმისა, რომ ავარიულ მდგომარეობაშია, მაინც არაფერი რესტავრაცია არ ხდება. აი ახლა ვესაუბრეთ ჩვენ ადგილობრივ წარმომადგენლებს და რომლებიც ამბობენ, რომ ძალიან ხშირად მიმართავენ ადგილობრივ თუ თქვა ცენტრალურ ხელისუფლებას იმისთვის, რომ შეკეთდეს და აი აღდგეს და კონსერვირება მოხდეს ის, რაც შემორჩენილია და საკმაოდ ძლიერი გალავანი ქონდა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ აშენდა ესეთი ეკლესიის მიედგა ძალიან დიდი ციხე იყო,
რომ მე-17 საუკუნიდან ძალიან გახშირდა ლეკთა შემოსევები. თუ ის თავიდან იყო ძირითადად კახეთში, შემდეგ უკვე მე-18 საუკუნიდან ქართლშიც ხდებოდა და 1754 წელს აქ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ერეკლე მეორე და თეიმურაზ მეორე მამაშვილმა ერთად. იყო ესეთი ნურსალ ბეგი, ავარიის, ანუ ხუნძახის მმართველი, რომელმაც საკმაოდ დიდი ლაშქრით გადმოკვეთა კავკასიონი, დაარბია ერწოთიანეთი, მთიულეთი, მოვიდა აქედან აპირებდა ქართლში შესვლას და ალყა შემოარტყა მჭადიჯვარს. მოახერხა ერეკლემ და თეიმურაზმა ჯარის გაერთიანება, ბრძოლა გაგრძელებულა 6 დღეს, რომელიც დამთავრდა ქართველთა გამარჯვებით. ჭადიჯვრის ბრძოლა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა, რომელიც მოხდა მე-18 საუკუნეში. და ეს ყველაფერი მოხდა სწორედ აი აქ. ძალიან ხშირად საქართველოშიც ეკლესია ისე იგებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი ქცეულიყო ციხედ. სამწუხაროდ ესეთი ისტორიული რეალობა ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამიტომაც გვაქვს ეკლესიებში ძალიან ბევრი სამალავი, გვირაბი, თუ თქვათ მეორე ან ზოგადად მესამე სართულის კი შიგნით. აი ჭადიჯვარით დაახლოებით იგივე ფუნქციის ტაძარია. ხშირად ისე ამბობენ ნახევრად ხუმრობით, რომ მშვიდობის პერიოდში ეკლესია არის, რომ უშუალოდ ჩვენ სულს, ხოლო ომიანობის პერიოდში რათა გადავარჩინოთ ჩვენი სხეული. ან გადავარჩეთ ფიზიკურად. იქიდან ჩვენ ხვდებით სამრეკლოზე. და რთულია სასვლელიო ესე გვითხრეს, და ნახოთ ვცდით. მაქვს აი სათოფეები, ფაქტობრივად ძალიან მაგარი ის არის ეკლესიას ორგანულ ნაწილად არის. ხო, ეკლესია თავდაცვითი ნაგებობა. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩვენი მშვიდობიანი წარსულით არ არის განპირობებული. პირველად ვარ ეკლესიაში, ოღონდ ზედა სართულებზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ეკლესიის შენობა არის ფაქტობრივად ეს. ვიცოდი ზარი არ დარეკო. ჩვენ არა შევაქამარიკოს. და აი ახ ვთოვანებული ვარ, რაღაც თავი მგონია სათავგადასავლო ფილმში. მოგეთ ამოვე. ეს არის ჩემი კომენტარი. ეს არის შენი კომენტარი. მე როგორც თქვენ კარგად ხედავთ, როგორ ორგანულად არის საერო და სასულიერო ერთმანეთთან შერწყმული და ეს არ იყო მხოლოდ სამრეკლო, ასევე ეს იყო, ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი წერტილი, საიდანაც ხდებოდა 4 მიმართულებით დაზვერვა. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში ეს უნდა ყოფილიყო მთავარი ნიშანი, რომ ზარი უნდა დაერეკათ და გაეფრთხილებინათ. და 1754 წლის ბრძოლაც ასე დაიწყო, რადგან ლეკები სხვა მიმართულებით მიდიოდნენ და მათ მოულოდნელად და გადმოუხვიეს აქეთ გორის მიმართულებით უნდა წასვლა და ამაც გააჭიანურა ეს ბრძოლა 6 დღემდე. და აი ამ საოცარ ნოტაზე ვასრულებთ დღევანდელ გადაცემას. გამოიწერეთ ჩვენი არხი, არ დაგავიწყოთ, იმიტომ რომ აი სულ ასეთ საინტერესო ადგილებში დავძრომიალობთ ხოლმე. თან ეს ყველაფერი რა დღეს ჩვენ განახეთ, არის სულ რაღაც რა ვიცი, 10 ლიტრი ბენზინი საქართველოს რო წამოხვიდა, მეტი არა, ძალიან მაგარია. წავით. მომდევნო გადაცემაში ჯეირანი თბილისის ძველ სახლებსა და ქუჩებს შემოგთავაზებთ, ასევე საოცარ ტრადიციული იარაღების მუზეუმს და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს.